უბრალოდ აქტუალურ საკითხებზე საუბარი. კერძო ავტოტრანსპორტის სკოლა ძვირდება. ტექნიკური შემოწმება ზოგჯერ არა 60 ლარს, არამედ 500 ლარს აღწევს. მარტივი მიზეზის გამო. დახარვეზებულ მანქანას მთელი რიგი ნაწილები აქვს შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. რეგულაციები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის კარგი, მაგრამ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ მე უარს ვიტყვი ჩემი ავტომობილით გადაადგილებაზე, რადგან მისი შენახვა ძალიან ძვირი მიჯდება, შემიძლია თუ არა ალტერნატივად საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვიხილო. აი ამ თემაზე მუშაობდა თამარ მერაბიშვილი. მიშა მოდებაძე პროფესიით ანესთეზიოლოგი და გამოცდილი მძღოლია. ვიდრე სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნებს, ჯერ საკუთარი ავტომობილის სიცოცხლის უნარიანობა უნდა შეამოწმოს. სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ბოლოვა და მას დღეს ეწურება. რამდენადაა გამართული ავტომობილი? ამას ინსპექტორები რამდენიმე წუთში ეტყვიან. პირველ ეტაპზე ავტომობილი მავნე გამონაბოლქვზე მოწმდება. შემდეგ ამოწმებენ საბურავებს, ღვედებს, ფარებს, სამუხრუჭე სისტემასა და სავალი ნაწილის მდგომარეობას. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომობილი გაუმართავია. მისლსაწინააღმდეგო ფარები არ ირთვება, მოხმობის მაჩვენებლები არ მუშაობს, გაზის სისტემის დემონტაჟია, იმიტომ რომ მოსახსნელია. აირბალიში ანთებს, ეს დაუშვებელია, არ შეიძლება რომ ანთებდეს. ვინაიდან ჯარიმის შემიშინა გავიარე დღეს, ბოლოდე, მომცეს რაღაც შენიშვნები, ხარვეზები აღმოაჩნდა ჩემ მანქანას 30 კალენდარულ დღეში უნდა მოხერხდეს ესეთი დეტალების გამოსწორება. ცენტრიდან გამოსულებმა ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვეტეთ და ავტომობილის შესამოწმებლად სხვა ცენტრშიც მივიყვანეთ. ავტომანქანა ამჯერადაც დახარვეზდა, თუმცა ორ ცენტრში არაერთგვაროვანი მიდგომები მაინც აღმოვაჩინეთ. მაგალითისთვის თუ პირველ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული სხვა მოწყობილობები ხარვეზად მიიჩნიეს, გამართულად ჩათვალეს მეორე ცენტრში. მიდგომები გეთანხმებით არის ოდნავ განსხვავებული სხვადასხვა ცენტრებში. ამის აღმოსაφხვრელად საჭიროა ერთიანი სისტემის შექმნა. ინსპექტორების კვალიფიკაციაში ეწვის შეტანა პრინციპში არ შეიძლება, ვფიქრობ, მაინც საჭიროა პერიოდული გადამზადება ინსპექტორების. სავალდებულო ტექინსპექტირებამ აჩვენა, რომ ხარვეზები არა მხოლოდ ავტომობილებს აქვთ, არამედ ისინი თავად რეგლამენტსა და ინსპექტირების პროცესშიც არის. ამიტომაც თითქმის ყოველი მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას ვერ გადის. ამას იცით ემატება, რომ ავტომობილების უმრავლესობა 8 წელზე მეტი ხნისაა და მეორადია. შესაბამისად, ბოლო თვენახევრის განმავლობაში 95,527 ავტომობილიდან 47,529 დახარვეზდა. ეს 2012 წლის Mitsubishi-ის მარკის ელექტრომობილია. სავალდებულო ტექდათვალიერების მიზანი საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არის. სწორედ გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით დაჯიპაატაშვილმა ეს ელექტრომობილი 2 წლის წინ შეიძინა და ვერც კი იფიქრებდა, რომ მის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილს მხოლოდ დაზიანებული დეკორაციის გამო დაიწუნებდნენ. სარკე არ არის დაზიანებული, მისი ბუდე არ არის დაზიანებული, რამაც შეეძლო რაიმე პრობლემა შეექმნა, ანუ ბუდე არის მთელი, მას უბრალოდ აკლია დეკორაცია, რომლის გამოცვლაც საკმაოდ ძვირი ჯდება, უნდა გამოიწერო, აქ მე მგონი არც არის. სადღაც ალბათ 500 ლარამდე უნდა დაჯდეს. ელექტრომობილისგან განსხვავებით ეს Opel Astra გარემოს ზიანს ნამდვილად აყენებს. სწორედ დასაშვებ ნორმაზე მეტი მავნე გამონაბოლქვის გამო ვერ გაიარა ტექინსპექტირება და გადაადგილების უფლებაც ჩამოერთვა. ვთხოვე რომ ხელოსნამდე მაინც მიმეყვანა, რადგან აქამდე თუ დავდიოდი ამ მანქანით, ანუ რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო, ხელოსნამდე რომ მიმეყვანა. ასეთ შემთხვევაში მძღოლი იძულებულია ევაკუატორით ისარგებლოს, რომელიც არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. მით უფრო მაშინ, თუ კი ავტომობილის მიყვანა სხვადასხვა ხელოსანთან და სხვადასხვა ლოკაციაზე მოგიწევთ. მომიწია ევაკუატორით გადაყვანა ჯერ ზაჰეში, შემდეგ გდანში, შემდეგ ვაშლიჯვარში, შემდეგ ელიაოვაზე და დავატარებ ბუქსირით, როგორც ხედავთ, ხან ბუქსირის შემდგომ გამოვიგონე, უბრალოდ მე თვითონ რომ ძალიან ძვირი მიჯდებოდა ევაკუატორებით გადაადგილება. სუბუქი ავტომობილების მფლობელებთან შედარებით გაცილებით რთულ ვითარებაში არიან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მფლობელები. ჯერ უნდა მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა და მერე წავუყენოთ მძღოლებს ის ვალდებულებები, რაც უნდა შეასრულოს.
დედაქალაქიდან რეგიონებში და სოფლიდან სოფელში მგზავრების გადაყვანა მძღოლებს ხშირ შემთხვევაში ასეთ გზებზე უწევთ. შესაბამისად, ტრანსპორტის სხვადასხვა ნაწილი ადვილად ფუჭდება, ყველაზე ხშირად კი საქარე მინაზიანდება. 28 დეკემბერს გავიარეთ ეხასმოთხი. გუში კენჭი მოხდა. 2000 ლარი დაждდა ეს სტეკლო. ეს არ არის პატარა მაშინა, უცებ იყიდო და რაღაცა. არც ამის სერვიზი არ არის. რომ ჩვენ საქართველოში შევიძინოთ შორიდან ჩამოტანა ამის ეს ძალიან დიდი თანხები ჯდება. გაწმენდის არეალში თუ კი იქნება 5 მმ-ზე პატარა ეს ბზარი, ამ შემთხვევაში ჩვენ არ მოვითხოვთ დახარვეზებას. იგივე დამუქებული მინები, რომელიც ასევე გეგმავთ რომ შევიტანოთ ცვლილება, ასევე მეთოდიკა უნდა შეიცვალოს საერთოდ გამონაბოლქვზე, მან გეგმავთ ცვლილების შეტანას. მძღოლებს ხარჯები დამატებით სავარაუდოდ ივლისიდან გაეზრდებათ, მაშინ როცა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევაც ამოქმედდება. ანუ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სხვისი ავტომობილის ან ჯანმრთელობის დაზიანებისას ხარჯებს სადაზღვეო კომპანია ანაზღაურებს. წლიური გადასახადი ავტოტრანსპორტის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. მსუბუქი ავტომობილისთვის წლიური გადასახადი 100-დან 150 ლარს შეადგენს. ავტობუსისთვის 160-240 ლარის ფარგლებში. სატვირთო ავტომობილისთვის 210-310 ლარის. მისაბმელიანისთვის 50-75 ლარამდე. მოტოციკლისთვის 75-110 ლარის ფარგლებში. მსჯელობის პროცესში შესაძლებელია გარკვეული კორექტირებები განიცადოს რიგმა დებულებებმა და მათ შორის კანონის ამოქმედების ვადამაც. შესაძლოა თანხებიც შეიცვალოს. იცით რა, შესაძლებელია ბუნებრივია მსჯელობის საგანი გახდეს. ერთი გადასახადი, მეორე გადასახადი, მესამე გადასახადი, ანუ ბევრი გადასახადი ერთად მოგროვდა, ამას უნდა ქონოდა რაღაც გარკვეული გრაფიკი, რომ და შემზადებული და ყოფილიყო ამისთვის საზოგადოება. მეორე ის რომ ძალიან ცოტა ინფორმაცია გაჟღერდა თუ რისთვის არის ეს პროცესი. ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით 1,200,000 ავტომობილია. აქედან დედაქალაქში დაახლოებით ყოველდღე 500,000 მანქანა გადაადგილდება. ავტომობილების ეს რაოდენობა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად სრულ სატრანსპორტო კოლაფს ქმნის. მით უფრო მაშინ, როცა მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სამარშრუტო ტაქსებში პიკის საათში ყოველდღე ასეთი ვითარებაა. ვიდრე ძველი ტრანსპორტი ახლის ჩანაცვლდება დედაქალაქის მერიამ რამდენიმე ქუჩაზე ბასლაინი გამოყო, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს საცობებისგან თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. თუმცა ვიდრე თბილისის მერია დედაქალაქს საცობებისგან გაათავისუფლებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელსაყრელი გახდება, ურიგუ არ იქნება. მოქალაქეებმაც საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ და გადატვირთულ ქუჩებზე დამატებითი ხელოვნური ბარიერები არ შევქმნათ.